თავისუფლების მოედანზე განსაკუთრებული მობილიზება უკვე არის დაწყებული. ომონის წარმომადგენლებმა აქ უკვე მოიყვანეს 3 წყლის ჭავლი, რომელიც თავისუფლების მოედანზეა ახლა განლაგებული ავტობუსებში. თქვენ კადრს მიღმა ხედავთ უკან სივრცეში მობილიზებულები არიან ომონის წარმომადგენლები. წინა ხაზზე კი ხედავთ რომ არიან განლაგებულები მსროლელები, სწორედ ამ იარაღით ისვრიან ხოლმე ისინი გაზის კაფსულებს მშვიდობიანი აქციის მიმდინარეობის დროს. ჩვენ შეგვიძლია ახლა გადავინაცვლოთ უკვე საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე და დეტალურად დავათვალიეროთ, ვაჩვენოთ მაყურებელს რა ვითარება ახლა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე. ერთპარტიული პარლამენტის დაცვა არის დღეს ამ ადამიანების მთავარი მიზანი. ომონის წარმომადგენლები დღეს დაიცავენ ქართული ოცნების დეპუტატებს და არალეგიტიმურ პრეზიდენტს უამრავი ავტობუსით მოიყვანეს დღეს ხარებას დანაყოფის წარმომადგენლები თავისუფლების მოედანზე. ისინი ჯერჯერობით არიან სპეციალურ ავტობუსებში, აქვთ ფარები, ხელკეტები, ყველა ის ატრიბუტი, რასაც იყენებენ ხოლმე მშვიდობიანი აქციის დასარბევად, მშვიდობიანი მომიტინგეების დასარბევად. 3 წყლის ჭავლი, სახანძრო მანქანები, ასეთია ვითარება ახლა თავისუფლების მოედანზე. აქ ჯერჯერობით არ გამოჩენილა მათი ხელმძღვანელი, განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ხარება. ასევე ხედავთ იმ მიკროავტობუსებს, რომელიც აქ არის მობილიზებული და გარდა ამ სივრცისა განსაკუთრებული მობილიზება საკანონმდებლო ორგანოს შიდა სივრცეში და ასევე მთავრობის კანცელარიაში. ირაკლი კობახიძის სამსახურის ეზო სრულად გადავსებულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებით. ასეთი მობილიზება გამოაცხადა დღეს ქართულმა ოცნებამ იმისთვის, რომ ამ ადამიანების დახმარებით უკვე მოახერხონ არალეგიტიმური პარლამენტის დაცვა. გარდა ამ სივრცის ახლა ვთხოვ ჩემს ოპერატორს გაჩვენოთ ნიკას, ვთხოვ რომ გამომყვეს და გაჩვენოთ ვითარება, რომელიც არის საკრებულოსთან და ჩვენი ინფორმაციით საკრებულოს შიდა სივრცეშიც კი არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ხედავთ მიკროავტობუსებს, რომელიც განლაგებულია ახლა თბილისის საკრებულოსთან. სრული მობილიზება აქვს ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს. აქ არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი. ფაქტიურად ახლა მთელი უწყება გამოსულია ქუჩაში იმისთვის, რომ არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური პრეზიდენტი მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისგან დაიცვას. ასეთი არის ახლა ვითარება დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ამ ავტობუსებში. აი ხედავთ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ნიღბიან თანამშრომლებს. ისინი ასე იფარავენ სახეს იმისთვის, რომ არ მოხდეს მათი იდენტიფიცირება მარტივად. 10-მდე ავტობუსია ამ სპეციალური პოლიციის მანქანებითაც გადმოყვანილი ყავთ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და სრული მობილიზება არის ახლა თავისუფლების მოედანზე. მადლობა, ეს იყო მარიამ მაკასარაშვილი. და როგორც უკვე გიყვებოდით